განვაგრძობთ გამოშვებას ცვლილება საქართველოს მთავრობაში თინათინ ხიდაშელი თანამდებობას ტოვებს თავდაცვის რესპუბლიკელმა მინისტრმა 1 აგვისტოდან უფლებამოსილების შეცირების განცხადებით პრემიერ-მინისტრს ოფიციალურად უკვე მიმართა. როდის დატოვებს ან დატოვებს თუ არა პოსტს მეორე რესპუბლიკელი მინისტრი ჯერ უცნობია. პაატა ზაქარაიშვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ადასტურებს, რომ სახელმწიფო მინისტრს პრემიერისთვის არ მიუმართავს. ლევან კვადაშიძის რეპორტაჟში ვნახავთ, როგორი გამოხმაურება მოყვა ამ სიახლეს და ვინ შეიძლება ჩაიბაროს კვირიკაშვილის კაბინეტში გამოთავისუფლებული პორტფელი. დაგვიანებული მთავრობის ხდომა პრემიერმა რესპუბლიკელი მინისტრების გარეშე დაიწყო. კაბინეტში თინა ხიდაშელის ადგილი ხდომის ბოლომდე ცარიელი დარჩა. პაატა ზაქარაიშვილი კი მისივე მოადგილემ ჩაანაცვლა. მინისტრების დანაკლისი პრემიერს და კაბინეტის სხვა წევრებს არ შეუმჩნევიათ. ხდომის შემდეგ მთავრობის წარმომადგენლებმა რესპუბლიკელი მინისტრების წასვლის შესახებ განცხადებები არ გააკეთეს. თუმცა განმარტეს, რომ ოცნების გუნდს ხიდაშელის ზაქარაიშვილის ჩანაცვლების პრობლემა არ გააჩნია. ქართულ ოცნებას, როგორც რესურსიან პარტიას, ექნება იმის საშუალება, რომ არანაკლებ კონკურენტული კადრი დაასახელოს შემცვლელად. მთავრობის ხდომის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრებმა პრემიერს წასვლის შესახებ განცხადებით უკვე მიმართეს. მოგვიანებით ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს პრესამსახურში. დღის მეორე ნახევარში თავდაცვის მინისტრმა მიმართა საქართველოს პრემიერს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 1 აგვისტოდან. სანამ მედია მინისტრების წასვლის საკითხს არკვევდა, თინა ხიდაშელი კრწანისის სასწავლო ცენტრში გამოჩნდა, თუმცა მინისტრმა ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. მე ძალიან მაინტერესებს, ძალიან ველოდებით ამ გახმოვანებას ახალი მინისტრის სახელი. ზუსტად 3 დღეში თინა ხიდაშელს უფლებამოსილება შეუწყდება. პაატა ზაქარაიშვილს კი მთავრობის ხელმძღვანელისთვის გადადგომის თხოვნით ამ დრომდე არ მიუმართავს. ვინ ჩაანაცვლებს რესპუბლიკელ მინისტრებს კვირიკაშვილის გუნდში ისევ უცნობია. შესაძლებელია თავდაცვის მინისტრის პოსტზე შემცვლელი საგარეო საქმეთა ან ევროინტეგრაციის სამინისტროდან შეირჩეს. ჩემთვის ეს უკვე მეასე საიუბილეო კითხვაა. ეს დღის წესრიგიდან მოხსნილია. თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარაიშვილი ამ დრომდე პოსტებს ინარჩუნებენ. მთავრობიდან წასვლამდე მათ რამდენიმე დღე და პრემიერის ხელმოწერა აშორებთ.